კახეთის რეგიონის 2000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიზეზი წუხანდელი ძლიერი ქარი და უხვინალექია, რამაც ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები დააზიანა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა პანკისის ხეობის 5 სოფელში, რომლებსაც დენის მიწოდება ამ დრომდე შეწყვეტილი აქვს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, მათი სამსახურის შესაბამისი ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ელექტრომომარაგების აღდგენა სავარაუდოდ დღესვე მოხდება. ლოპოტის ხეობა და ამავდროულად პანკისის ხეობა, სადაც რამდენიმე სოფელი არის ამ დრომდე უშუქო დარჩენილი. მიზეზი კი ის არის, რომ ელექტროგადამცემი ხაზების საგდენი ბოძები აქ არის შედეგად მოტეხილი. დილიდან ჩვენ მობილიზებული გვაქვს შესაბამისი ტექნიკა და გარწმუნებთ, რომ იმ უბნებში, სადაც დაზიანებები არც თუ ისე სერიოზულია, უახლოეს რამდენიმე წუთში აღვდგენთ ელექტრომომარაგებას, სადაც შედარებით კრიტიკულია, აქ საღამომდე ალბათ დრო დაგვჭირდება, რათა ელექტრომომარაგება აღდგეს.